ქრისტე აღდგა ძვირფასო საზოგადოება. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ჩვენთვის პატივცემული და საყვარელი მოძღვარი მამა ანდრია კემულარია, რომელსაც გაცნობა ნამდვილად არ ჭირდება. ჩვენი მაყურებლებისთვის ცნობილია მამა ანდრიას მოღვაწეობა, მამა ანდრიას მოსიყვარულე და მართლმადიდებლური, სწორი და სუფთა მართლმადიდებლური სიტყვა, ასე ვიტყოდი, რომელიც დღეს იშვიათობაა. მამა ანდრია, დაგულოცეთ. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად გაკურთხო აღდგა. ღმერთმა, გახაროთ ღმერთმა. მადლობა, რომ დრო გამონახეთ, მამა ანდრია, ვიცით, რომ ძალიან დაკავებული ბრძანდებით და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს. ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი თემა, უამრავია ეს მნიშვნელოვანი თემები, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც აი თვალსაჩინო გახდა და ტკინვეული, როგორც სულიერი თვალსაზრისით, ისე პირდაპირ დემოგრაფიული თვალსაზრისით, ეს არის ოჯახის დანგრევის პრობლემები. სამწუხაროდ ეს სტატისტიკა არასახარბიელო არ ბილად რო ვთქვა და სანამ ჩვენ საუბარს დავიწყეთ, მამა ანდრია, თქვენის ნებართვით მცირედი სტატისტიკას მოვიყვან, გასული წლის ციფრებს მოვიყვან, უბრალოდ საზოგადოებისთვის რო იყოს ეს მეტნაკლებად ცნობილი. ესე იგი 2024 წელს იყო განქორწინების 13,520 შემთხვევა, ეს რეგისტრირებული განქორწინებებზეა ლაპარაკი. თვითონ ქორწინება რეგისტრირებული იყო 21,653. აქ ახლა ერთი თემა ის არის, რომ ეს რეგისტრირებული ქორწინება უფრო რეალური ციფრია, იმიტომ რომ მე ხა ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც სამწუხაროდ ერთად აღარ ცხოვრობენ, ქორწინება უკვე აღარ არის, მაგრამ ეს ოფიციალური რეგისტრაცია არ გაუვლიათ, რომ არ არიან ოჯახში. ამიტომ ჩემი ვარაუდით და საკმაოდ ეს რეალისტურია ეს ვარაუდი, რომ ეს ციფრი 13,520 გაცილებით უფრო დიდია. განქორწინების სამწუხაროდ ამ რეალობაში ვარ. ეხლა ჩვენ არ შევდივართ იქ რამდენია აქ ეროვნებით ქართველი და ასე შემდეგ. უბრალოდ საქართველოს სახელმწიფოს ეს სტატისტიკა. ერთი კიდე საგულისხმო სტატისტიკა ის გავხსნათ, მამაო, რომ ამ ციფრიდან 2024 წელში ყველაზე მეტი განქორწინება მოხდა 0-დან 4 წლამდე ქორწინება რო ჰქონდათ ადამიანებს. ანუ 4 წლამდე ქორწინებაში იყვნენ და მერე გაშორდნენ. და მეორე ადგილზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მამაო, 20 წელი და მეტი. ანუ ადამიანები 20 წელი იყვნენ ქორწინებაში და შემდეგ გაშორდნენ. ესმით? ამიტომ ჩვენ ახლა აქ სერიოზულ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში. გასაკვირველი აქ სულიერი პრობლემა ხო არის და არის, კიდე სხვადასხვა პრობლემებია და ზოგადად ახლა ტენდენციაც რო ვთქვა ბოლო 1994 წლიდან, როდესაც იყო 2600 განქორწინება რეგისტრირებული და მოსახლეობა მაშინ მეტი იყო, დღეს გვაქვს ოფიციალურად 2024 წელში 13,520. ანუ დრამატული ცვლილება მოხდა, დრამატული შედეგები გვაქვს და ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ, მამა ანდრია. ეხლა პირველ რიგში ასე დავიწყებდი, სანამ ჩვენ განქორწინებაზე და ვილაპარაკებთ, ქორწინების მნიშვნელობა არ იცის ადამიანებმა დღეს პირველ ყოვლისა. და მოდით იქნებ მამა ანდრია, მაგით დავიწყოთ საუბარი. დიახ, სწორია. ის სათავე იქედან მოდის, რომ ქორწინების მნიშვნელობა და ქორწინების мотиваცია, ასე ვიტყოდი, სწორი როცა არა აქვს ადამიანს, მერე შეუძლებელი ხდება ქორწინებაში მყოფობა. ოჯახი ის წარმონაქმნია, რომელიც ჯერ კიდევ 4-ში დააწესა ღმერთმა. და ეს არის ის წრე, ის გარემო, რომელშიც უნდა აღიზარდოს ადამიანი და ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად ოჯახი არის სიყვარულის სასწავლებელი. მაგრამ პრობლემა ეს არის, რომ ადამიანი ეგოიზმი ძირითადად, მოკლედ რო ვთქვათ, ხო, აი ძალიან ერთი სიტყვით მოვინდომე ვთქვათ, რომ
ყველაფრის მიზეზი აი ამ ოჯახის გრევის არის ეგოიზმი, როცა ადამიანი ესეთი გედონისტური ორიენტაციით საკუთარ ტკბობაზეა ორიენტირებული და ფაქტობრივად ვერ არის მტვირთველი იმისა, რაცაც იმოვალეობისა, რაცაც ოჯახი ადებს. როცა ოჯახი გააზრებული გაქვს, მოაზრებული გაქვს ადამიანს, როგორც არა უბრალოდ თანაცხოვრება ადამიანთან, არამედ ღვთის წინაშე პასუხისგებლობის, საზოგადოების, ერის, ნათესაობის, უახლოესი წრის პასუხისგებლობის რეალიზაცია სხვანაირად მიდის ყველაფერი. და როცა ოჯახს უყურებ როგორც ორი ადამიანის ხალხს იზოლირებულ ერთობას და არ განიხილავ ამას არანაირ ჭილში, არც საზოგადოებრივ ჭილში, არც სარწმუნოებრივში, სოფხედველობითში, იქ უკვე ოჯახის ფაქტობრივად აი საძირკველი მოშლილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ერთია ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის ოჯახი ქრისტიანის თვალსაჩინით, და ეს მრევლის დიდმა ნაწილმა ყოველ შემთხვევაში ისედაც იცის. მეორეა, რამდენად არის მიმღები საზოგადოება ამ ხედვისა და ამ იდეალისა. და აქ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვის. როცა ოჯახს უყურებს ადამიანი, როგორ იწყება ოჯახი, ხო, იწყება სიმპათიით, შეყვარებულობით, რომელსაც სიყვარულს ეძახიან, მაგრამ სიყვარულისაგან ეს ერთ კიდე ძალიან შორს არის. პირველი ემოცია, პირველი ესეთი სიმპათია და ამ ადამიანს გონია, რომ აი ეს განწყობა, ეს რაღაც ეს ცეცხლი, ეს რაღაც უჩვეულო მდგომარეობა იქნება მუდმივად და ისწრაფის, რომ ეს დააფიქსიროს ერთობლივი ცხოვრებით. მაგრამ ამ დროს ადამიანი ფიქრობს მის უფლებებზე, ფიქრობს სიამოვნებებზე, მაგრამ არ ფიქრობს მოვალეობებზე. მოვალეობებზე ფიქრობს ადამიანი, როცა საკუთარი ცხოვრება გააზრებული აქვს, არა ლიბერალურ ჭრილში, რომ მე ვარ და ჩემი სიამოვნება და საზოგადოება, ოჯახი, ყველაფერი მერე, თქვა, მშობლები, ყველაფერი მერე, არამედ როცა ხედავს ადამიანი საკუთარ თავს ნაწილად აი ამ საზოგადოებისა, თავის ეკლესიისა, ვინც მორწმუნეა, რა თქმა უნდა, რაღაც ტრადიციისა, მაშინ უკვე ყველაფერი სხვანაირად უდგება. და როცა ეს არ არის, მე ვიტყოდი, რომ ლიბერალიზმი ანგრევს ოჯახს. ლიბერალური მიდგომა, როცა პიროვნება იქცა უზენაესად და დანარჩენი მას უკვე არაფერი არ აინტერესებს, ესეთი ტკბობის მოყარეობით რეალიზებელს ცდილობს ოჯახში. და გონია, რომ ეს შეყვარებულობა, ეს განწყობა იქნება მუდმივი, მაგრამ მუდმივი არ არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქრება და ადამიანი, რომელსაც სხვა საფუძველი არ აქვს მეორე ადამიანთან ურთიერთობისა, რომელსაც აქვს მხოლოდ მოლოდინი იმისა, რომ მას ექნება მუდმივად სიამოვნება ამ ადამიანთან ურთიერთობისა, ანუ სხვაგვარად ვთქვათ, მომხმარებლური მიდგომა, რომ ადამიანი ჩემთვის არის სიამოვნების წყარო. თუ ეს ამის იქეთ სხვა არაფერი არ აქვს, ადამიანს ეკარგება мотивация ოჯახისა. მას აი რამ უნდა აიძულოს, რომ ესეთ მოსაწყენ ცხოვრებაში იცხოვროს, როცა აღმოაჩინა, რომ ეს ადამიანი თურმე ის არ არის უკვე, თურმე რაღაც ნაკლოვანებები აქვს, ახირებები აქვს, თურმე რაღაცები დასათმენი აქვს, აი რისთვის? ოჯახი დღეს შეიძლება ითქვას, რომ რა ვიცი, აი შეიძლება მცირე ჩამოვარდებოდეს მონაზვნობას. იცით თვითუარყოფა საჭიროებს დღეს ოჯახის შენარჩუნება. და როცა ამის мотивация არანაირი არ აქვს ადამიანს და მანამდე არ იდგა, ასე ვთქვათ, იმ პლატფორმაზე, იმ საფუძველზე, რომელიც შეაძლებინებდა, მერე უკვე ოჯახის შენარჩუნება, უпростоრად ოჯახის ნგრევა დროის საკითხია. და ვფიქრობ, რომ აი თავიდან არის პრობლემა, თავიდან, როცა ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენ შვილებს, არ ვდგებით ჩვენ თავად იმ საფუძველზე, რომელიც შეგვაძლებინებს ოჯახის ტვირთვას. აი მომხმარებლური მიდგომა ადამიანთან, როცა ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენთვის სიამოვნების და სიხარულის წყარო, ვერ შეგვაძლებინებს ჩვენ დიდ ხანს ურთიერთობას და მყარ ურთიერთობას. ადამიანს ყოველთვის აქვს რაღაც ნაკლოვანება, ხო? აი შენს მსგავს ადამიანთან რო გაგაჩერო, აუცილებლად რაღაცა ისეც დაინახავ, რომ შეუძლებელი გახდება ურთიერთობა. ეს ზუსტად ესეთი რომ მოგიძებნოს ვინმე. და განსხვავებულს, რა თქმა უნდა, განსხვავებული სიზუსტეები აქვს და როცა აი ეს საფუძველი არ არის და ადამიანს უყურებს როგორც ტკბობის საშუალებას, იქ ოჯახი მყარი ვერ იქნება.
ძალიან რთული საკითხია, ძალიან შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრით ბევრ რაღაცაზე ელაპარაკო, მით უმეტეს ხო მარტო მე ნუ 1000 სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, სხვადასხვა ესეთი ადამიანი სხვადასხვა გამოცდილების უნდა იქნეს ჩართული, მაგრამ ნუ ზოგადად ფიქრობ, რომ აი როგორც აღნიშნა დავით, ეს პრობლემა ეს არის, რომ სარწყიშივე არის არასწორი საფუძველი. როცა ადამიანს გონია, რომ ოჯახი არის შეყვარებულობის, გზნობის, შენარჩუნების საშუალება და ეს ასე არ არის. ოჯახის მიზანი არის აი ჭეშმარიტ დიდ სიყვარულამდე მისვლა, მაგრამ დიდი სიყვარული მსხვერპლის გარეშე არ იქნება. აი ამ სამსხვერპლოზე უნდა დადო შენი ამპარტავნება, შენი ეგოიზმი, ზოგჯერ აი რაღაც შენი უნდა დათმო, შენი შრომა უნდა ჩადო ამ ყველაფერში, რომ მე დროთა განმავლობაში ღვთისაგან მოგემადლოს აი ეს ნიჭი ჭეშმარიტი სიყვარულისა, მაგრამ დღეს ეს სიყვარული როგორც იდეალი არ ინერგება. აი მემსხვერპლე სიყვარული, რომელიც მსხვერპლად გაიღებს საკუთარ თავს, არ ინერგება. დღეს რასაც სიყვარული ეწოდება, სხვადასხვა ესეთი მზაკრობა ეშმაკისა, რომ ცნებების დამახინჯებით, არასწორი გააზრების ცნებებით მივყავართ არასწორ გზაზე. რაც იწოდება დღეს სიყვარულად, ანუ ის რაც მე მსიამოვნებს, ეს სიყვარული არ არის. ეს შეიძლება იქცეს დიდი სიყვარულის საწინდრად, მაგრამ მარტო ეს გზნობა არ ყოფნის. კიდე რაღაცა არის საჭირო. კიდე არის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის გზნობა. რომ აი ადამიანი პასუხისმგებლობით უდგებოდეს ოჯახს. განსაკუთრებით როცა უკვე შვილები ყავს. მე მახსენდება ერთი ბერძენი მამის ისეთი გამონათქვამი ასეთი, როცა სანამ არ აკავსო ოჯახიო, გაქვსო უფლებები და მოვალეობებიო. დრო დაოჯახდებიო, მერე გაქვსო ბევრი მოვალეობა და პატარა უფლებები და შვილი რო გაჩნდებაო, უფლებები კი არა გაქვსო, მხოლოდ მოვალეობები გაქვსო. ხო და აი ეს ამ მოვალეობების გააზრება მიიყვანს ადამიანს ჭეშმარიტ სიყვარულამდე და ნამდვილ ბედნიერებამდე. და არიან ერთეულები მართალია, მაგრამ მინახავს ესეთი ადამიანები და რაღაც ის წყნარი მშვიდი სიყვარული როცა ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ, რა ვიცი, ამაზე ლამაზ სანახაობას ალბათ ვერც ნახავ ადამიანი. და ნამდვილად. ეს საფუძველი არის პრობლემა ნამდვილად. მამაო, თქვენ სწორად ახსენეთ და ჩემი ერთ-ერთი კითხვა სწორედ მაგას უკავშირდებოდა, რომ აი ლიბერალიზმი ახსენეთ. ეს დამოკიდებულება ზოგადად ეს იდეოლოგიის მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ უზუსტესი შეფასებაა ეს, რადგანაც სწორედ ლიბერალიზმის ფარგლებში, ანუ ყალბი თავისუფლების ფარგლებში, რომელიც გავრცელდა ჩვენ საზოგადოებაში და სოფლიოში ფაქტობრივად დაინერგა ეს მას კულტურის საშუალებებით, ამ იდეოლოგიის, ანუ ეს ჩვენ რასაც ვამბობთ, დაკარგაო ადამიანმა სინამდვილეში ბუნებრივად კი არ დაკარგა, ხელის შეწყობა მოხდა ამ იდეოლოგიის მხრიდან. ანუ იდეოლოგიამ ჩაანაცვლა. ჩვენ რასაც ვსაუბრობთ იმ თვისებებზე, რომელიც აუცილებელია ოჯახში სათნოებებით ჩამოთვალეთ, თქვენ მამაო, სათნოებების შესრულება იქ მორწმუნე ადამიანის თვისებებია. მორწმუნე უნდა იყოს ადამიანი, რო ესეთი შთაგონებით ფიქრობდეს. აქ უკვე ჩვენ მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში, რომ ეს რწმენის საკითხვა მოიკლო, წამოვიდა იდეოლოგიური წინსვლა და მე მინდა ერთი ამონარიდივით გითხრათ, ახლა ეს დემოკრატიის ფარგლებშიო საზომი რა არისო. ანუ უფლება არა მარტო დაქორწინდე, არამედ დაარღვიო კიდეც ეს კავშირი საზოგადოების დემოკრატიზაციის მაჩვენებელია. გესმით? ანუ, როდესაც არ ღვევო, ანუ შესაბამისად ეს იგულისხმება მათი აზრით, იდეოლოგების აზრით, რომ ესე იგი თავისუფლების შტრიხმა, ანუ თავისუფლების დონემ ამ ადამიანში, კაცი იქნება თუ ქალი, გაიღვიძა მან ამ კავშირის, რომელიც თითქოს და თავზე მოხვეულია, ზედმეტად მოხვეულია, მან გაბედა, გამბედაობა გამოიჩინა, სიმამაცე გამოიჩინა და ჭეშმარიტი მათი აზრით ჭეშმარიტი თავისუფლება გამოიჩინა და შესაბამისად ეს ყველაფერი თვისებები დემოკრატიის მაჩვენებელი ყოფილა. შეიძლება ამ ეს ერთ-ერთი ჩამონათვალიც იყოს ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთების მხრიდან, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. შეიძლება ესეც იყოს და იმიტომაც არის ეს არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად გაზრდილი და
ჩვენ ახლა მე ვიცი ოჯახები დღეს საქართველოში, რომლებიც აი პირდაპირ რო ინგრევათ ტერმინებსაც იყენებენ იმას, რაც მას კულტურაში, ანუ ფილმებში, ჰოლივუდის ფილმებში, რაც გვესმის, მამაო, მაგალითად, აი პაუზა ავიღოთ, მე ცოტა ფიქრი მჭირდება, კიდევ მეტი ეს 20 წელი რო ოჯახი ეყავთ და შვილები რო ყავთ ადამიანებს, მამაო. რის ფიქრი, რაზეა ლაპარაკი, თუ იქ იდეოლოგიამ არ შეგიცვალა სრულიად ეს ცნობიერება ადამიანს. ხო, რა ფიქრი, 20 წელი შვილები გყავს და გიცხოვრია ადამიანთან და სერიოზული მიზეზი არ გაქვს და რაღაცა პაუზა უნდა ავიღო და რაღაცით უკმაყოფილო ხარ, ესე იგი იმ კომფორტის სამყაროში, რომელშიც შენ უკვე შეეჩვიე ამ იდეოლოგიურ ჭრილში, ანუ ამ სამყაროში უკვე ეს აღარ გაკმაყოფილოს, იმიტომ რომ ეს კრიტერიუმი უკვე განსხვავებულია. და სწორედ ამას ხედავთ, მამო, ჩემი აზრით. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ნუ აი ამდენი ლაპარაკი არის უფლებებზე და არსად არ არის ლაპარაკი მოვალეობებზე. რომ ადამიანს რო შეფიცე რომ მის გვერდით იქნებოდი, მუდმივად ხო რას აკეთებ? აი ოჯახი როცა იქნება, ჩვენ ხო, ну, ჯერჯერობით მადლობა ღმერთს ესა არ არის დროში ლიმიტირებული, ხო, დროში განსაზღვრული. იქნება სამუდამოდ. ესე იგი ადამიანი რაღაც პასუხისგებლობას იღებს. იღებს მეუღლის წინაშე, იღებს სახელმწიფოს წინაშე, რომ ქმნის ოჯახს და ზოგადად რაღაც წვლილს შეიტანს ერის გამრავლებაში, გაჯანსაღებაში და მოვალეობებზე არ არის ლაპარაკი ადამიანისა და დემოკრატიულობა, მე ვიტყოდი, მაშინ იქნებოდა ჭეშმარიტი დემოკრატიულობა, კარგი გაგების იქნებოდა თუ ადამიანს ესაუბრებოდნენ მოვალეობაზე, რაც გაქვს ამ საზოგადოების წინაშე. უფლება კი ბატონო, ხო, ახლა ვინ დაგაძალებს და ძალით ვერავინ გაგარჩერეს, მაგრამ აი მოვალეობაც ხო გაქვს, რომ განვითარდეს, ხო, თუ იცავს ვიღაცა ჩემს უფლებებს, ხო, ვიღაცა ხო უნდა იცავდეს მეუღლის უფლებასაც, რომ კონდეს მასაც ოჯახი, ხო, როცა ანგრევ ოჯახს მარტო შენს რაღაცას ნაჭუჭს კი არ ანგრევ, სხვასაც უნგრევ რაღაცას და აი მოვალეობა რო გაქვს იმ ადამიანის წინაშე, ვინც ერთხელ ვისთანაც ერთხელ ოჯახი შექმენი, რომ რაღაცნაირად მისცე საშუალება, რომ ოჯახური ცხოვრებით იცხოვროს ბოლომდე, ხო? აი ამაზე ლაპარაკი არ არის. აი სიყვარულის განვითარებაზე, ოჯახის შენარჩუნებაზე, ამაზე ზრუნვა არ არის დღეს. მე აი ზოგადად ესეთი გედონისტური კულტი, აი დატკბი და იხიმხიარულე ისიამოვნე კი ბატონო, მაგრამ რაღაცა გააკეთე, ხო, რაღაცა იტვირთე, შენ შეიტანე წვლილი და ზოგადად აი ეს სული მოქმედებს ადამიანზე. ტკბობის კულტურა, სიხარულის სიამოვნების კულტურა, რომელიც ინერგება, შეუძლებელს ხდის ადამიანს, უუნაროს ხდის შხერპის გაწირვისთვის. აი რაღაც რა გაიღოს, ხლა შხერპლი და ძალიან დიდად ისე ჟღერს, მაგრამ რაღაცა ცოტა დათმო, ცოტა დაუთმო, ცოტა მეტი იშრომო, ცოტა სხვანაირად მოიპყრო. აი ამის შესაძლებლობას კლავს ადამიანში, საფუძველშივე კლავს ადამიანში. და ესეთი ადამიანი, როგორც მამაპაისი ამბობდა, ხდება ეგოისტი. და ეგოისტს არ შეუძლია შეინარჩუნოს ოჯახი. ის მეორე ადამიანში ეძებს, როგორც თქვი, ტკბობის საშუალებას, სიამოვნების საშუალებას, მაგრამ ადამიანი იცვლება, აი შემთხვევითი არ არის, რომ 20 წელი და მეტიც მერეა განქორწინება, ო შეხედა ადამიანმა, მეუღლე უკვე ის არ არის, ის ლამაზე არა აქვს, ხო, ხასიათი არა აქვს, შეიცვალა, დაიტვირთა, მისთვის არცალია და ადამიანი, რომელიც შეიძლება თავიდან არ იყო ასე, მაგრამ გახდა ამ საზოგადოების, ამ პროპაგანდის შედეგად ესეთი გედონისტი, ეძებს ახალ სიამოვნებას და ეძებს იქ, სადაც უკვე ოჯახიც არ ერქმევა ამას სამწუხაროდ. მე ვფიქრობ, დავით, რომ არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სტატისტიკაში არ ჩანს. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ოჯახი დაინგრა, ნუ დაფიქსირდა იურიდიულად, რომ ოჯახი დაინგრა, მაგრამ ოჯახს როგორც ესეც სხვადასხვა განზომილება აქვს, ეს იურიდიული ფაქტი ერთია და სულიერი ერთობა. და ვიტყოდი, რომ აი სულიერი ერთობა ბევრად უფრო მეტ ოჯახშია დანგრეული. და ძალიან ხშირად არის უბრალოდ თანაცხოვრება. მოვალეობის გამო, იმიტომ რომ შვილებია, იმიტომ რომ ფინანსური წყაროა, რაღაც 1000 რაღაცა და ოჯახურობა, როგორც ასეთი, შინაგანი ოჯახურობა, ორის ერთად ყოფობა
უკვე დანგრეულია. ესე რომ ეს სტატისტიკა ასახავს რეალური პრობლემის რა ცოლ-მცირედ ნაწილს. აა, ეს კიდე ეხლა უფრო საგანგაშოა. მა- და აი რა ანგრევს შეიძლება ადამიანებმა შეინარჩუნონ რაღაც მიწიერი გარემოებების გამო თანაცხოვრება, ერთობა, მაგრამ არის კი ეს ოჯახი როგორც ასეთი და არის კი ის ჯანსაღი გარე რომელსაც სულიერად ჯანსაღი ბავშვი შეიძლება გაიზარდოს. ეს კიდე უფრო დიდი დავარქვევთ ამას. პრობლემაა. მცირე და აი ეს ეკლესიას დავარქვევთ ამას, ასეთ ოჯახს. დიახ, დიახ, აი მცირე ეკლესიას და აი დავარქვევთ. ეს იმ ეგოიზმის გამოვლინებაა, რომ იმის შედეგია, რომ ადამიანებს არ ძალოც, არ სურთ, გაბრუებულები არიან და მე როკე ძალაც არ აქვთ, რომ რაღაცა ერთმანეთისთვის გაიღონ და ერთობის შენარჩუნებაზე იფიქრონ. სხვა პრობლემა კიდე რასაც ფიქრობ, მსოფლმხედველობებში, მსოფლმხედველობითი ერთობის არ ქონა. თქვენ და წინასწარ არათუ ამბობთ იმ ერთობის არ ქონა. ფილმებზე პასუხებს, რომელიც მე მქონდა გონებაში. წინასწარ ხო, ამბობთ. ხო, ზოგადად ვიტყოდი რომ სოფხედულობის არ ქონაა საერთოდ. იცი, შეიძლება რაღაც პრინციპები გვაქონდეს ცხოვრების, რაღაც შეხედულებები ქონდეს, პატივცემ ასეთ ადამიანს, თუნდაც ათეისტი იყოს პატივცემ, იმიტომ რომ ეს მისია, მაგრამ როცა მას უბრალოდ აი ღრუბელით აქვს შესრუტული ის, რასაც ინტერნეტში ისმენს, ტელევიზიით ისმენს, და ეს არ არის მისი, არ აქვს ადამიანს ეს მისი სოფხედულობა კი არა გააზრებული ესეთი ნაშრომი ღამეებნათევია არა ადამიანს არ აქვს სოფედოლობა და ასეთ ადამიანს ორი ადამიანი რომელსაც არ აქვს მსოფლმხედველობა ან არა აქვს ერთნაირი მსოფლმხედველობა შემდეგ უჭირთ ოჯახი ხო არ არის უბრალოდ სიამოვნების არე ეს ხო არ არის აი უკაცრავა და მხოლოდ სარეცელი უფრო მეტი ოჯახი პირველ რიგში სოციალური ერთობაა და კი. რაღაც პატარა ეკლესია ჩვენთვის ხო საზოგადოებისთვის პატარა უჯრედია რომლითანაც იწყება მე ერი ქვეყანა საზოგადოება და თუ იქ დანგრეულია ძირშივე არ არის ერთობა ეს არის ესეთი მყიფე ერთობა რომელიც ადრე თუ გვიან პატარა ესეთი ნიავი და ინგრევა მეორე მხრივ რამ უნდა შექმნას ეს საზოგადოების სოფხედელობითი ერთობა ჩვენთვის ეს არის რა თქმა უნდა სარწმუნოებრივი ერთობა ისე აი ათეისტი ადამიანი როგორც ასეთი არ არსებობს ასე არსებობს ღვთისბრძოლი არსებობს ადამიანი რომელსაც ცრუ ღმერთებს ვიყავს და რაღაც ცრუ საზომები აქვს მაგრამ რაღაცა მაინც აქვს ადამიანს რისი წამს ისი ჯერ არის კენას ისრაფის და ის არის მისი ღმერთი მისი კერპი და მისი ორიენტირი და როცა ეს არ არის სწორი როცა ადამიანს არ აქვს გააზრებული მიწიერი ცხოვრება როგორც მხოლოდ წინაკარი მარადისობისა იქ მე არ ვიცი აი სხვა შემთხვევაში თუ ადამიანი მხოლოდ მიწიერებას აღიქვამს მისი მყოფობის ზღუდე და მისი ქეთ არ იხედება ну მაშინ რა გამოდის ხო თუ არ მოგწონს თუ იტანჯები თუ დაინახე რომ უშნოა თუ ხასიათი არ მოგეწონა ხო ну ფიქრობს ადამიანი რომ ერთხელ ცხოვრობ ამისი ქეთ არაფერი არ არის და ეძებს რაღაცა ახალს ძალიან ძნელია დღეს როცა ვამბობ ჩვენ რომ ქრისტიანული ქვეყანა ვართ აი მოდით ეგ ბოლწფელად დავფიქრდეთ რომ რამდენად ვარ ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ჩვენი ეკლესიები პირაობით კრებს შეიძლება ითქვას მოსახლეობის 1%-ს ალბათ ვიღაცა შემომიდავება მაგრამ მე რასაც ხედავ ყოველ შემთხვევაში რიცხობრივად რო შეადარო ვინ იკრებება და ამის მიღმა, ხო, ეკლესიის მიღმა ქრისტიანობა არ არსებობს. შეიძლება ეკუთვნოდე ტრადიციას, რომლისთვისაც მოსაწონია თქვა ეკლესიური იდეალი, ცნებები, მაგრამ ქრისტესთან ერთობა არ არის ეს. აი ტრადიციის სადმიკუთვნილება და ქრისტეს სადმიკუთვნილება ყოველთვის არ არის ერთი და იგივე და ასეთ დროს აი როგორ უნდა ილაპარაკო იმაზე, რომ ეს საზოგადოებას კონდეს სოფხედულობითი ან სარწმუნოებრივი ერთობა, როგორც საფუძველი ოჯახის შენარჩუნებისა. ოჯახების პრობლემა ყოველთვის იყო. ჩვენ ახლა სტატისტიკა შეიძლება ესეთი საგანგაშო არ იყო. თუნდაც აი მე რაც მახსოვს ჩემი ბავშვობის პერიოდის კომუნისტური წარსული მერეც, მაგრამ ყველგან არ იყო ოჯახი ის, რაც უნდა ყოფილიყო. ზოგჯერ იყო აი კბილებით გატანილი ფორმალური ერთობა.
და ოჯახი როგორც აი, სიყვარულის სასწავლებელი ბედნიერებამდე მიმყვანი მაინც ყოველთვის არ იყო ესა. მაგრამ საზოგადოებაში გაბატონებული ზნეობრივი ნორმები, ტრადიციები მაინც უბიძგებდა ადამიანს იმისკენ, რომ არ გათიშულიყვნენ და ამ არ გათიშვაში იყო შესაძლებელი შანსი იყო იმისა, რომ რაღაცა ოდესღაც გაეგოთ ერთმანეთისთვის, რაღაცა ისევ შეხება მომხდარიყო, აღდგენილიყო ის რაღაც ის პირველი რაც იყო მერე დაიკარგა და დღეს საზოგადოებრივი ზნეობა, ის მასკულტურა, ყველაფერი გინერგავს, რომ შენ უნდა დატკბე, შენ ერთხელ ცხოვრობ, შენ ესა უნდა იცხოვრო ისე რომ სიამოვნეს და პატარა მერყეობა ყველას აქვს, ხო, რაღაც საცტურები ყველას შეიძლება გქონდეს და პატარა საცტური და ეგრევე ინგრევა ყველაფერი. ანუ ის კულტურა, ის ნეობა, რაც გაბატონებულია საზოგადოებაში, ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ოჯახური ერთობის შენარჩუნებას. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ოჯახი, როცა ოჯახი ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ორი ადამიანის პრობლემა, ეს რა თქმა უნდა დიდწილად მათია, მაგრამ ზოგადად არის, აი ქვეყნის პრობლემა, საზოგადოების ღირებულებების პრობლემა და ეს პრობლემა ძალიან ცუდად მოbrunდება შემდეგ. ძალიან ცუდად მოგვიბრუნდება, ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა მართლა ნამდვილად მინდა რომ ჩემი ერი იყოს ღირსეული და აი ღალატის ქრისტეს თემა მიუღები, მამა მაგრამ ეხლა ვკითხულობდი ერთ-ერთ სტატიას და იქ იყო ეხლა ჩვენ ვიცით გვახსოვს კომუნისტების პერიოდში გარკვეული სტერეოტიპი იყო, როდესაც რასაც ჩვენ ბუნებრივია არ ვეთანხმებით ეხლა მრუშობა როგორც ქალის მხრიდან ისე კაცის მხრიდან და მაგრამ ჩვენ გვახსოვს ეს ძველი სტერეოტიპები დღესაც შეიძლება ნაწილობრივ იყოს შემონარჩუნებული, რომ აი კაც გარკვეული უფრო რაღაც შეღავათები ვთქვათ ჭყალებში ესეთი ქონდა და ოჯახი არ ინგრევოდა მაინც რაღაც. ეხლა ვკითხულობდი მაგასთან დაკავშირებით და ეს იდეოლოგია ზუსტად ამას ამბობს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, არასწორად რო არ გავგვიგონ, კი არ ვამართლებთ რაღაც მამაკაცის და ორივე მრუშობაა და სიძვა სიძვაა. უბრალოდ რა აქ თქმა უნდა. უკვე წახალისებულია ეს განქორწინების თემა. თუ იმას აქვს უფლება გიღალატოს, მაშინ ხალსაც აქვს უფლება გიღალატოს. ანუ ესა ხო, წახალისებული და ეგ კიდე უკვე ქართულ სტერეოტიპში, ქართული კაცის სტერეოტიპში ვერანაირად ვერ ჯდება. თუ ადრე ეს ქალი თითქოს აი თავის დამდაბლობით იყო თუ სიყვარული შენარჩუნებით და სხვათა შორის ბევრი ოჯახები, როგორც აღნიშნეთ, მამაო ამ გარემოებების მიუხედავად მაინც შენარჩუნებულია და ბოლოს მაინც სწორ გზაზეც დადგა ბევრი უამრავი ისეთი შვილები გაიზარდნენ, ოჯახში გაიზარდნენ გარკვეულ ტრადიციებში და აი რო იტყვიან ეს განსაცდელი გადალახენდა. დღეს ამის გადალახვის სურვილი არავის არ აქვს. ანუ პირდაპირ როგორც კი რაღაცა მოხდა, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე მაქვს ჩემი უფლებები, მე კომფორტი მსურს, მე ერთხელ ცხოვრობ და იწყება ეს ყველაფერი და ფაქტობრივად უკან გზა არ არსებობს რა. მამაო, ერთი კითხვა მაქვს, მე ახალგაზრდთა ხშირად მაქვს ურთიერთობა და ოჯახებასთან დაკავშირებით. და აი რო არ ოჯახდებიან, ხა არის უკვე 30 წელი, 35 წლის ახალგაზრდები და უბრალოდ ვეკითხები მამაო, რომ აი რატო არ ოჯახდებთ? თითქოს იქ თუნდაც მატერიალურადაც მოწესრიგებული რო იყოს მისი მდგომარეობა, ოჯახური იქ მშობლები, რაღაცა. აი მაინც არ უნდა ადამიანს რა, აი არანაირად არ უნდა. ერთი არის ჩვენ ვიცით ახლა ღვთისთვის აკეთებს ადამიანი, მეორე სამშობლოსთვის და ეს თითქოს ორივე გაქრა. ის ვერ ხდება, აი პირდაპირ ვერ პასუხობს. ანუ რატომ, აი რაში მჭირდებაო? მასში ეს ორი ღირებულება, ორი უმთავრესი ღირებულება გაქრა. ორი უმთავრესი ღირებულება გაქრა და აი მე არც ვიცი, აი რატო რომ ეკითხება, ვერც პასუხობ, იმიტომ რომ არ იცი როგორ აუხსნა. იმიტომ რომ ჩვენ რო ფიქრობ, ჩვენ გარკვეული სტერეოტიპი კი არ, ჩვენი სოფხედველობით ფიქრობ რაღაცა აი სახარების სეულის სწავლებით ვიფიქროთ, აქედან გამომდინარე ქართული ტრადიციებით ვიფიქროთ და მასში თუ ეს არ არის, ის ვერ ფიქრობს, ის ერთადერთი რითაც ფიქრობს, რითაც საზრდოობს, ის არის ის, რასაც ხედავს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. განქორწინებასთან ერთად საერთოდ დაუქორწინებლობა. ღრმა საკამდე და
აა, ესეც მე ვიტყოდი, რომ მარტო პიროვნებების ბრალიც არ არის, ზოგადი სიტუაციის ბრალიც არის. აი ჩვენ გვაქვს ესე დაძაბული ცხოვრება, მუდმივად სადღაც უნდა ისწრაფო, რაღაცა უნდა აკეთო, სტაბილურობის განცდა არა გაქვს, მუდმივად რაღაც ახალი უნდა ისწავლო, სულ ესეთი კანკალებს სამსახური რა იქნება, როგორ იქნება, იმდენად დიდი დრო მიდის გარეგნულზე, მიწიერზე, ცხოვრების მოწყობაზე, რომ რაღაცები იმ პერიოდში, როცა ადამიანი უნდა ქორწინდებოდეს, აი 30-მდე, ხო, აი ეს პერიოდი გადის რაღაც სწავლაში, რაღაცე სადღაც წასვლაში, ადგილის პოვნაში და მე უკვე და საზოგადოება სახელმწიფო ხა ვერანაირ გარანტიას რა თქმა უნდა ვერ გიქმნის დღეს რა ხა ამას ყვედრებით არ ვამბობ, მაგრამ რეალობაა ესა, რომ სტაბილურობის განცდა ნამდვილად არ აქვს დღეს ადამიანს რა იქნება, როგორ იქნება არიცი, ვინ იქნება არიცი, ხვალ და აი ეს საუკეთესო პერიოდი, როცა უნდა მოიცალოს ადამიანმა თავისი გზნობებისთვის, გადის ესე. და ეს არ არის ჩვენი პრობლემა მარტო. ეს არის განვითარებული სამყაროს პრობლემა. აი გადავხედოთ ამბავია იაპონიაში, საერთოდ სამხრეთ კორეა ხო საერთოდ საშინელ კრიზისშია. ეს ყველა ერის პრობლემაა, ვინც მეტნაკლებად ევროპაშიც განვითარებული. გამო ნორვეგიის სტატისტიკას დიახ, დიახ, ვიხდი, დიახ, ყველგან დიახ. ეს პრობლემები დიდი. დიახ და აი ეს მომენტია, რომ ერთია ეს მოტივაცია, ემოციური მოტივაცია, როცა ადამიანს თქვათ, აქვს რაღაც პატარა პერიოდი შეყვარებულობის, მაგრამ რაღაცა დაძაბულობები, საჭიროებები თრგუნავს ამას და ვერ იცლის მაშინ, მერე უკვე ასაკთან ერთად ის სიმძაფრე ემოციის ადამიანს ვერ ექნება, ბუნებრივია ესა. დადუღდება ადამიანი, დადინჯდება, უკვე სხვა თვალით უყურებს, ნაკლოვანებებსაც ხედავს. და მერე უჭირს და მამაისი ამბობდა სხვათა შორის თუ გახსოვთ ესეთი 24 წლამდე უნდა მოასწრო თორე მერეო ძალიან რთული არისო ხო და მართალიც არის უბრალოდ აი ჩვენ თვითონ უფროსებიც ვერ უქმნით აი ამ გარემოს ამ პირობებს აი ვერ ვანახებთ თუნდაც სიტყვით მაინც ამ სილამაზეს რაცაც ქვია ერთობა ერთობლივი ოჯახი რასაც ხედავს ადამიანი ოჯახურ თემატიკაზე, თქვა თანაცხოვრებაზე, რას ხედავს სერიალებიდან, ესეთი პოპულარული რაღაც ფილმებიდან და იქ რას ხედავს, იქ ოჯახს კი არ ხედავს. იქ ხედავს მურშობას რა. და ბუნებრივია, რომ ეს მეტნაკლებად ინერგება ადამიანში, კულტურა უდიდესი იარაღია. და დიახ, ინერგება ადამიანში და იმას რეალობაში ვერასდროს ვერ განახორციელებ და ის ჯერ კიდე არ იცის. უმწიფარ ასაკში არ იცის, მერე უკვე რეალობას ვერ ეგუება, რეალობაში ვერ პოულობს იმას, რასაც ეძებდა, რასაც ისურვებდა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. სხვადასხვა ალბათ გეცოდინებათ იაპონიაში ახლა და ცდილობენ, რომ რაღაც დასვენების დღეებიც მისცენ ადამიანებს, რომ დაოჯახნენ, ან თუ დაოჯახებულია, შვილზე დაფიქრდნენ, იქნებ შვილი გააჩინო, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. და ეხლა ცალსახად რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი ჩვენ, მაგრამ ამაზე საფიქრალი გვაქვს. ისევ და ისევ ახლა რო უბრუნდებით, როგორც თან დავით, თუ ადამიანს აქვს ესეთი ღირებულებები, მასში არის როგორც არის სამშობლო, ღმერთი, მე უკვე აი ეს ღირებულება ოჯახი თავის ადგილას არის და იცის, რომ რა უნდა აკეთოს, რატო უნდა აკეთოს და რაღაც სხვა მოტივაცია აქვს. სხვადასხვა აი მე ესე ვიტყოდი, რომ დაუქორწინებლობაზე არანაკლებ პრობლემად მივიჩნე, როცა ადამიანი დაქორწინდება, მაგრამ არ ჩენს ერთ შვილს. მაქსიმუმ ორს. ეგოიზმია ეს. არ უნდა გასცეს ზალა, არ უნდა გასცეს საკუთარი თავი, არ უნდა ჩადოს, არ უნდა რომ ჩადოს სხვაში, შვილის აღზრდაში, ქვეყნის მომავალში. ძალიან ხშირია, არაერთი მინახავს ესეთი ადამიანი, დისკომფორტი არ რომელიც უნდა ადამიანის დიახ, დისკომფორტი. დისკომფორტი არ უნდა, რა თქმა უნდა, ახლა შვილი შრომაა, ხო, შვილი ფაქტობრივად შენი უნდა მისცე, შენი ნაწილი უნდა მისცე, შვილს ხანაერად არ გაიზრდება. არც უჯრედა, აღიზრდება. შრომა, და ისა დიახ, ხარჯია, ყურადღება, რა თქმა უნდა, ენერგია. რა თქმა უნდა. და არაერთი ადამიანი მინახავს ესეთი, ვინც მერე ასაკში ნანობდა, რომ აი ნეტა გამეჩინა, ნეტა ახლა ვიყო იმ ჭუის და გასათვალისწინებელია ეს. ესე რა
ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ. აქ ერთ რაღაცასაც შევნიშნავდი, ამას ალბათ თვითკრიტიკა დავარქვათ, როცა მოდიან ადამიანები ჯვრის წერაზე, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ არაფერს არ ვეკითხებით. ჩვენი უბედურებაა ეს, აი ჩვენ ატომაც არ გვაქვს ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული, რომ ჯვრის წერისთვისაც უნდა მოემზადოს ადამიანი. ის რომ ქორწილი აქვს, ის რომ პარტაძალი გაპრანჭულია, ის რომ ვიდეო მოყვება და ახლა კამერები და დრონებით რომ უნდა გადაიღოს, არ უნდა იყოს ჩვენთვის არგუმენტი, რომ გინდა თუ არა ახლა ჯვარი დავწეროთ. ჯვრის წერით უნდა იწყებოდეს ოჯახი, მაგრამ ჯვრის წერისთვის უნდა იმზადებოდეს. როგორც ნათლობისთვის უნდა ემზადებოდეს ადამიანი, გააზრებული უნდა ქონდეს ეს პასუხისგებლობა, დაფიქრებული უნდა იყოს ამაზე და მე მაინც ჯერა რომ ყველა თუ არა რაღაც ნაწილი მაინც დაფიქრდება და ის სხვა კუთხით შეხედავს და დაინახავს რომ ეს ჯვრისწერა არ არის რაღაც რიგითი მოვლენა და მარტო ესეთი კამერის და ლამაზი კადრების წყარო. მე ქორწინება აი რაც საიდუმლოებაა და როგორ გავაგებიოთ მამაო ეს რომ ის საიდუმლოება როგორ აქ გაიგოს? აქ უკვე ჩვენი ნაკლია. მე ვიტყვი, ჩემი თავით ვიტყვი, დავიწყებ ეკლესიის ნაკლი. რომ ეს საიდუმლოების არსი და სიღრმე ხშირად მრევლშიც კი არ არის კარგად გააზრებული. დიახ. და ეს ძალიან სერიოზული საფიქრალი. აი პასუხისგებლობა ღვთის წინაშე ეს ძალიან დიდი საკითხია, რომელზეც ჯერ მრევლთან უნდა დავიწყოთ საუბარი და მერე შეიძლება სხვასთან ილაპარაკოთ და იგივე პრობლემები გვაქვს. განამრევლში არა გვაქვს ეს პრობლემები, რომ შეუთავსებლობის, მიუღებლობის, რაღაც ათასნაირი ახირებების და გარეთ რა უნდა ვილაპარაკოთ მერე. და ფიქრობ, რომ აქ ჩვენი წილიც არის. რა კი მოვიდა ადამიანი და გადაწყვიტა, რომ მოდი ღვთის წინაშეც ოჯახად ვიქცევი და მათ გამოვითხოვ უფლისაგან ჯვრის საიდუმლოთი, იქ ჩვენც ეს გამოვიყენოთ, უნდა რომ ადამიანის რაღაცა მივცეთ, რაღაცა ჩაუდოთ. ძალიან ესეთი გულსადგენია, როცა ხედავ ჯვარს წერ და იცი რომ ატყობ, რომ ახლა არ არის ეს ხალხი მოწმენი და არ არის ეს ხალხი მეორე ეკლესიაში ესე მოსვლილი თუ შვილის ნათლობაზე არ მოვიდა და იცი რომ გააჩენს ერთ შვილს, მეორე შვილს, დაიწყება მერე აბორტი, გაიწყება კონტრაცეფცია, 1000 რაღაცა განიძარცვება აი ამ მადლისაგან, რომელსაც ახლა იძენს ოჯახი. ამას წინასწარ ხედავ ხო ადამიანი და რაღაცა უნდა მაინც ვიღონოთ, რომ ეს ასე არ იყოს. რაღაცა ჩვენზეც არის, ოჯახზე დაფიქრება, მრევლი მაინც რო დავაფიქროთ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მამაო რო კიდევ ერთი არის რაც შევაჯამოთ. დიახ, დიახ, დიახ. ხო აი რაც მრშობის თემა რო ახსენეთ ხო ძალიან სერიოზული რამ არის. ადამიანი, აი ოჯახი, მით უმეტეს ჯვარდაწილი, რაღაც ესეთ მადმოსვილი. აი ეს მადლი ფარავს, უხილავად ფარავს ამ ოჯახს. მრუშობა არის გარღვევა, აი ამ ვიტყოდი გარსის, აი ამ ფარველი მადლის მოცილება. ვისგანაც არ უნდა იყოს ეს, კაცისგან, ქალისგან, ეს ერთობა, სულიერი ერთობა ირღვევა. შეიძლება თანაცხოვრება იყოს და ერთ ერთობა ირღვევა და მე უკვე ძალიან დიდი დრო ჭირდება, დიდი სინანული ჭირდება ამ ყველაფრის აღდგენას და ისიც საპრობლემოა შეძლებს კი დღევანდელი ადამიანი ასე სინანულს და ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ეს რაც ინერგება დღეს რომ კაცის კაქალის ხო იყო კომუნისტების დროს როგორც ითქვა რომ ესე კაცის რუშობა სუსტად უყურებდა ღვთის წინაშე ერთნაირია ერთნაირი კანონიედება ერთნაირად ისჯება მაგრამ ქალის შემთხვევაში ქალი პირველი აღზრდელია შვილების და განსაკუთრებულია ქალის როლი განსაკუთრებული და ეს აქედან გამომდინარეობს საზოგადოებაში ტრადიციულად განსაკუთრებული ესეთი დამოკიდებულება ქალის სიწმინდისადმი. თორე ღვთის წინაშე ორივე ერთია და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ძალიან სერიოზული და აი რაც ინერგება დღეს ისე ვიტყოდი აი მას კულტურით რომ ეს თითქოს არაფერია, პრეცედენტებია, ფილმებს რო უყურებ, ხო, ადამიანი ანგრევ ოჯახს მრუშობ, როცა უყურებ მრუშობას. და აი ეს თუ არ გავიაზრეთ, აი ესე უპრობლემოდ და დაუფიქრებლად უყურეთ რაღაც შენარჩუნებაზე არც კი ვიცი რა ვილაპარაკო. დიახ. იმის წინაშე პასუხისგებლობაზე, ვინც ავირჩიეთ და ვისთანაც დავქორწინდით. პასუხისგებლობაზე შვილების წინაშე, შვილებს ორივე ჭირდება მშობელი. და შეიძლება რაღაცა გიჭირდეს, რაღაცას ვერ იტანდე, ძნელი იყოს, მაგრამ აი შვილების გამო, მათი კომფორტის გამო, მათი ნორმალური აღზრდის გამო, შვილს ორივე მშობელი ჭირდება.
და აი ეს რაღაცნაირად აი გამწიროთ რაღაცა ჩვენი ძალების, ჩვენი სიამოვნებების რაღაც ნაწილი მაინც გამწიროთ იმისთვის, რომ დავფიქრდეთ სხვებზე, მეუღლეზე, შვილებზე და ბევრად უფრო ადვილი იქნება ოჯახის შენარჩუნება. სხვა რაღაცასაც დავინახავთ. არაერთი ასაკოვანი წყვილი ვიცი, ვიცი ახალგაზრდობა სულაც არ იყო ტკბილი და ჭიდილში გაატარეს, მაგრამ ბოლოს უკვე რაღაცნაირად დადუღდნენ და მივიდნენ რაღაც ერთობამდე და მერე უკვე ერთმანეთის განშორება უჭირდათ. ესეთი არაერთი მინახავს ეკლესიაში დიახ, ესეთი დიახ, მეც ადამიანი. მახსოვს ასეთი ადამიანები ბევრ შეხვედრია. ხო, დიახ. დათმენა უნდა და ამ დათმენის საფუძველი მოტივაცია არის ის, რომ შვილები არიან. შვილებია, ოჯახია, შვილებია, მერე შვილებია და რაღაც აი კი ბატონო, მე შეიძლება ის სიამოვნება ვერ მოვიპოვო, რაც მეოცნებებოდა, მაგრამ მათ მაინც არ მოვაკლებ, ვინც ჩემთვის ძანძვირფასია. ხო, ნებისმიერი იტყვის, რომ აი შვილისთვის სიცოცხლესაც დაავთმო. სიცოცხლეს თუ თმო, ხო, რაღაც შენი სიამოვნების ნაწილი რატო ვერ დაგითმია? ხო, რაღაც შენი ეგრეთ წოდებული ღირსების, ანუ სხვაგვარად ვთქვა, ამპარტავნების ნაწილი რატო არ დაგითმია, ვერ დაგითმია, რომ რაღაცა შენს დახარო თავი, რაღაც ერთობას ეცადო. პასუხისგებლობის განცდა როცა იქნება და გააზრება იქნება, მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, როგორ უნდა იყოს აი ხო, რომ ოჯახი ვერ შეინარჩუნოს ადამიანს, მაგრამ უფლებებით ეს არ იქნება. ხო, და ნამდვილად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ღვთის შიში. ღვთის შიში და ღვთისადმი სიყვარული. და ოჯახის გააზრება როგორც მცირე ეკლესიისა. აი იქ უკვე პრობლემა არ უნდა გაჩნდეს. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ და თუ გვინდა რომ ვიცხოვროთ ისე როგორც სახარება გვასწავლის, იქ უკვე პრობლემა ოჯახში არ უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, რაღაცა დასათმენი იქნება, რაღაც გაუგებრობები იქნება, არ არსებობს რომ არავის არ შეიძლება ყავდეს იდეალური მეუღლე, ხო? და იდეალურის რო იყოს შენ იმ წუთას არ ახარ იმის განწყობაზე რომ ეს რაღაცები დაიტიო და აი როცა ღვთის წინაშე დგახარ ადამიანი და იცი რომ ეს დასაწყისია მხოლოდ მიწიერი ცხოვრება მარადისობის დასაწყისია ეგ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოტივაცია გაქვს რომ შეინარჩუნო ერთობა და შეუქმნა შვილებს ნორმალური გარემო არაერთხელ მიკითხავ სხვა ადამიანებისთვის ვინც აი ამბობდა რომ აი ვერ დავითმენ და უნდა განშოროს შვილები როგორ აი მათზე თუ ფიქრობ ო და როცა ფიქრობ შვილებზე მე უკვე ბევრ რაღაცას სხვანაირად იტევ და სხვანაირად წარმართავ ადამიანს და მე მინდა ყველას უსურვო ოჯახური სიმტკიცე და არ ხომ სიმტკიცე არამედ დროული დაუჯახება ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა რომ ნამდვილად, აი ნამდვილად. არაფერი არანაირი სამსახური არანაირი კარიერული ზრდა არანაირი საზოგადოებრივი რაღაც ფუნქციები და რაღაცები არ შეედრება ოჯახურ სიხარულს აი შვილების ბედნიერებას იმას რაც მოაქვს ოჯახს და მე ვისურვებ აი ყველას განეცადოს ეს და გადაედგას ეს სწორი ნაბიჯი მადლობა დიდი. ანდრია, იმედია ეს სიტყვები მანუგეშებელი იქნება, გამამხნევებელიც იქნება, გარკვეული სულის ჩამდგმელი იქნება ჩვენი ახალგაზრდების ზოგადად იმ ეპოქაში, რასაც ჩვენ ურთულეს ეპოქას უწოდებთ, როდესაც დემოგრაფიის საკითხი განსაკუთრებით საქართველოში ჩვენ ძალიან გვაწუხებს, ფაქტობრივად კრიტიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამ საკითხს კერძოდ ოჯახის ჯერ ისედაც არ ოჯახდებით და კიდევ რომ ვაანგრევთ და სხვადასხვა მიზეზებით და არ უფრთხილდებით ერთმანეთს, ეს ფაქტორი ძალიან დამანგრეველია ეს და ანგრევს არა მარტო იმ ოჯახს, რომელიც ინგრევა, ანგრევს მის შვილებსაც, სანათესაოსაც და მეგობრებს და ახლობლებს, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ესეთი შემთხვევა, რომელსაც გებულობ, არის ტრაგედია პირადად. ჩემთვის ეს გულსატკენია და გულთან მისატანია და ამიტომ ღმერთით ყველას უსურვოთ ეს სიმტკიცე, ოჯახური სიმტკიცე გაძლიერდნენ და კიდევ ერთხელ მადლობა, მამაო, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. აი იმას ბოლოს ერთ რაღაცას კიდე ურჩევდი, ახლა რაღაცნაირად მომაგონდა. წმინდა მამა პაისის აქვს ესეთი წიგნი, უბრალოდ მისი ჩანაწერებია, მისი სიტყვების ჩანაწერებია ოჯახური ცხოვრება.
მე ურჩევდი ყველას, რომ იკითხოს ეს წიგნი. წაიკითხოს კი არა, იკითხოს, პერიოდულად დაუბრუნდეს და აი ეს მაგალითები, რაცაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ხედავს, დათმენის ერთმანეთის სატანისა, აი მის სიტყვებში იპოვის და გაგვაძლიერებს ეს კიდევ უფრო მეტად ყველა ქრისტიანს. დაგლოცოთ ღმერთმა, გახარო და ოჯახური სიმტკიცე მიმადლოს ღმერთმა ჩვენს ქვეყანას. ამინ. დიდი მადლობა, მამაო. მომავალ შეხვედრით. მადლობა. მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს. მადლობა.